რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მიმართებაში ძალზე სახიფათო პრაქტიკას ნერგავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერმა მალანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველების აქტიური ქმედებების წყალობით საქართველომ თავიდან აიცილა 2 ტერაქტი. მანჯგალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველა მტკიცებულება, რათა დაადასტუროს, რომ ტერაქტები იგეგმებოდა და იგეგმება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ ადგილობრივი საოკუპაციო ხელისუფლების მხარდაჭერით. მალანა მანჯგალაძემ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენოს ყველა რესურსი და საშუალება რუსეთზე ზეწოლისთვის. ჩვენ გაგვაჩნია ყველა მტკიცებულება საიმისეთ, რომ გამოვაცხადოთ, რომ ორივე შემთხვევა, ისე როგორც გასული თვეების განმავლობაში დაგეგმილი და განახორციელებელი ტერაქტები იგეგმებოდა და იგეგმება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მხრიდან ადგილობრივი საოკუპაციო ხელისუფლების მხარდაჭერით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მიმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა გამოიყენოს რუსეთის ფედერაციაზე ყველა რესურსი და საშუალება იმისათვის, რომ მოახდინოს ზემოქმედება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების